მე მაგალითად კი ისე თავს მოვაზრობ კაცს პარტერში. ნახა კაკი. მაგრამ ჩვენ არ გვაძლევდნენ ამის უფლებას. დამთავრდა შეხვედრა ფრედ 0-0. ხოდა მე ვამბობ გასო ეს არის მსოფლიო. ეს არის მსოფლიო. ეს არის თუ არა ერთი არის თუ არა ეს კულა. არის თუ არა ეს იპოლიტესი არ იყოს. არის თუ არა არის თუ არა ეს კულა აწეულია კაცი არის. აქედან უკვე შო. ეს არის კლუბი ნომერი 4. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში. ბატონო რომან, როგორ ბრძანდებით? როგორ ხართ? როგორ გრძნობთ თავს? ბერდები თუ არა დანარჩენი კარგად არის. ერთი ეგ არის, ხო? ჩვენ სამწუხაროდ მაყურებელს სჭირდება შეხსენება, დღეს ვისთან ვართ, ვის ოჯახში შევედით. ხუჩა კვარაცხელია, ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი რო გვიყვარს დღეს და ეს ხალხი რო ამაყებს საქართველოს. იყო დრო, როცა რომან რურუა იყო ის ადამიანი, რომელსაც საქართველოს სახელი გაქონდა კი არა, გადაქონდა და გლიჯავდა ყველაფერს საერთოდ. 4 გზის მსოფლიოს ჩემპიონი. მე პირადად გეტყვით, რომ 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი. არაერთ გზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ხო იმეჯერო არაერთ გზის და 7 გზის საბჭოთა კავშირის ეს 13 რესპუბლიკა ერთი ამბავი ჩაგეჭრები. დიახ. იმაზე დიდი შეჯიბრი არ არსებობდა მსოფლიოში, რასაც ქვია საბჭოთა კავშირის პრობლემა. 6 კაცი ვიყავით ერთ წონს 6 მსოფლიო ჩემპიონი. ვინ მიდის ერთი? 6 სახში დავდივე და იქ ვისვლები მე-7-ს. ხო. შეწარმოგიდგენი არა აი ხო? ხო, ეს ფაქტიურად სოფლიოს ჩემპიონატი იყო, ფაქტიურად ოლიმპიადა იყო, უბრალოდ ერქვა სხვა სახელი. ხო, ხო. მეტი არაფერი სხვაობა, არაფერი არ იყო ოლიმპიადასა და საბჭოთა კავშირის შორის ხარისხში არავითარი სხვაობა არ იყო, იმიტომ რომ ზუსტად ბევრჯერ სხვა ჭიდაობაში მაგალითად უფრო მაღლა იყო ხარისხით. შეიძლება ოლიმპიადაში ვიღაც შეხვედროდა ისეთი, რომ ცალი ხელით. კი ბატონო. და ის медаლი ყველაზე უფრო მეტად მიყვარს. ხო. საბჭოთა კავშირის. ნუ საბჭოთა კავშირი ყველაზე იყო, ალბათ ყველაზე. ეს ყველაზე დიდი შეჯიბრი ეს იყო სოფლიოში, ჩემთვის. დამით უმეტეს მაგ დომინაციის პერიოდი იყო საბჭოთა კავშირის. კი. ბატონო რომან, მე ძალიან ჩემთვის უდიდესი შეკითხვაა ხოლმე ნიჭის და შრომის მოყვარეობის შრომის უნარიანობის სინთეზი, რომ ადამიანი ერთ ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ან შრომის მოყვარე და ცოტათი უნიჭო, ან ორივე ერთად და ასე შემდეგ. ადამიანი ბრძანდებით თქვენ, რომელიც ფეხბურთსაც კარგად თამაშობდით, ჭიდაობა ისწავლეთ ფაქტიურად რამდენიმე წელიწადში და აი ხა ამ ყველაფერს ნიჭი არ უნდა დავარქვა, აბა რა უნდა დავარქვა. 17 წლის ასაკიდან. ხო, 17 წლის ასაკიდან, როცა ხალხი 8 წლიდან მინიმუმ ვარჯიშობს. კი, ჭიდაობაში გამოჩნდა ეს ყველაფერი და მაგალითად მოჭიდავე რო დადგე, გჭირდება 5-დან 10 წლამდე. 10 წლამდე დაგჭირდება რომ მაღალი მსოფლიო დონეზე მიაღწიო. მაგრამ მე უცბად შევედი 3 წელი ვარჯიშობდი და 4 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებში ამიყვანეს კანდიდატად ჯერ კიდევ საქართველოს ნაკრებში არ ვიყავი. მოდი ეხა ზუსტად თქვათ რა თქვა ბატონო. ანუ თქვენ შეხვდით ჭიდაობაზე, თქვენი შეცვლიდან 4 წელიწადში თქვენ იყავით საბჭოთა კავშირის ნაკრების კანდიდატი, ისე რომ საქართველოს ნაკრებში არ ვიყავი საქართველოს ნაკრებში. ამაზე შეგვიძლია რომ ბევრი ვიფიქროთ, თუმცა თვითონ წინადადება ზურად არა, რატომ ასე საინტერესოა რატომ ასე ადრე. ხო, როგორ ხდება ეს? იმიტომ რომ ბავშვობაში სულ შრომაზე ვიყავი თოხი, ბარი, რაღაცა საკონელი მწყემსა, ცურვა, ეს ყველაფერი ვარჯიში. ხეზე აძრომა, ჩამოძრომა. აძრომა ხეზე, კიბის გარეშე, ბუდე, ჩიტის ბუდე, ბარტყების ისა. და ეს ყველაფერი სოფლის
даже სოფელში რა მქონდა ისი? შტანგა მქონდა სოფელში. ჩემს მიერ გამზადებული. სკოლაში მოიტანეს შტანგა და ფული მოგვაგროვებიეს ამ შტანგას მოიტანეს და დიდები ქიცევდნენ რაღაცას და მე ის ღერძის ვერ ავწიე მარტო და უთხარი რომ ჩემი მომეწე ვერ წევდა ამბული ფონდის ფული დავაბრუნეთ ჩემი ფული მომეწე ესა შტანგა მოიტანეთ ვერ წევდა ვერ ატმინდა თქვენი შტანგა მე თუ ვერ ავწიე რა თქმა ეს ფული საიდან მქონდა ისი სოფელში ქათმები ხო ეზოში რაღაცა და ხანეგერ ქათმის კურსს და მელანო დადიოდა კვერცხებს ყიდი და ისა საყიდელა დაგროვებდა კვერცხებს და მელანოზე ყიდიდი და ამიმას და ფული ვაგროვებდით კვერცხებს და ესე იგი თქვენი ერთ-ერთი პირველი შენაძენი იყო შტანგა რომელიც არ გამართ ვერ ავწიეთ ეს შტანგა და მე რა ვქნა ხო და შტანგა წარმოვიდგინეთ დავავჭერით მორები სკედიზინ გავხრიტეთ შტანგის ფორმა მივეცით გავუყარეთ ღერძი ამბავი ხის იყო ხისა ყველა მე რუსმედი მივაჭედეთ ის ჩამოსაკიდებლები გავუკეთეთ ის იმგვალები და ვარჯიშობდით სკოლის შემდეგ ამას ფეხბურთს თამაშობდით აი ფეხბურთის თამაშმა მომცა სუნთქვა გამძლეობა თუ სუნთქვა არაფერი არ გამოაშენგან აზროვნების დედაა სუნთქვა პირობები რო გქონოდათ დიდ ფეხბურთს ითამაშებდით თქვენი აზრით თუ ბევრად კარგი მომწონდა ვერ გეტყვი მაგრამ ცუდი არ ვიყავი თამაშობდი 4 ნომრად იუნიტი ახალგაზრდა დინამო ერთა გუნდში ვიყავი იქ ვარჯიშობდი 3 წელიწად და მე მითხრა წუთნელმა გრიშა გაგუა გიორგი გაგუა ფეხბურთელი იყო ის ადრინდელი პირველი დინამოსის იყო ის წევრი ხო და მან მირჩია რომ მე მგონი შენი ჭიდაობაში ძალიან მაგარი გამოხვალ ორჯერ მითხრა ეს მე შემთხვევით მოხდი ჭიდაობის დარბაზში და მართლა გამართა მაგის ანუ ეს არის მიზეზი რის გამოც დაიწყეთ პირველად ჭიდაობა ხო არა პირველად მე როცა მითხრეს რომ გინდა ჭიდაობა კი უთხარ ჩამოვიდეთ გავშინჯა იქ მოდა მეორე დღეს დაგვიბარეს და მე რო თოგზე ადიო რგოლებზე ადიო ეს აწი შტანგა ყველაფერი ეს ავწიო და ვა მიყურებენ ასე გაკურებ საიდანო და რა ვიცი მე საიდანო ეს ფიზიკური მომზადება მაგრამ ეს ფიზიკური მომზადება ბავშვობიდან მქონდა სოფლიდან მომყვებოდა ფეხბურთს თამაშობდი სოფელშიც და ერთხელ ჩამოვიდა სოფელს ეჯიბრება და იმ სოფლიდან ონოღია სოფელი ასეთი გუნდი ჩამოვიდა და ერთი კაცი აკლდათ და ბავშვებს გითხრეს რომელი თამაშობდა ყველა სტუმრებს აკლდათ სტუმრებს ხო რომ მე-11 აიყვანათ ვინმე ამბავი და ამ იმაში მე ამარჩიეს ამ იმაში ბავშვებში ხო და სისხლი გაუშვე თქვენსავე სოფლის გუნდს ეგრე ჩემი სოფლის გუნდს ამბავი და მეორე ტაიმში მეორე ტაიმში ატყდა ეს ჩვენიაო ეს ბავშვი ამბავიო და მე დამაყენეს მე საიდგინდა ითამაშო მარცხნივ თუ მარჯვნივ მე ვუთხარი არა სადა ვინც ამირჩია იქ ვითამაშებ მე ვუთხარი და დავამთავრე და წააგეს კიდევაც პრინციპი გადაწყვეტა და მე იმ დღიდან ველოსიპედი დავყავდით შეჯიბრზე არ დაიღალოდა ზოგადად თქვენზე ხო და აი ფეხბურთის თამაშმა სუნთქვა მომცა აი ამ ეს სუნთქვაზე და ზოგადად სპორტულ პროფესიულ სპორტზე მინდა პროფესიონალურ სპორტზე მინდა გესაუბროთ გასაგებია რომ ბავშვობაში ხეზე ადიხართ ჩამოდიხართ იქ რაღაცა თოხზე მუშაობთ რაღაცა ჯაშკარ მე უკვე იწყება პროფესიონალური სპორტი და იქ პროფესიონალები გაძლევენ რჩევებს აი როგორ შეიცვალა იყავით მოყვარული გახდით პროფესიონალი თუ შენ სწორად გაქვს აღზრდა ფიზიკური აღზრდა ყველაზე მთავარი საქმეა ფიზიკური აღზრდა. აი ეს აკლია ქართველ ეს ხდება დაბადებიდან რას აკეთებ? აი როგორც კი მოძრაობას დაიწყებს. დაიწყებ მოძრაობას თუ რა ეს ყველაფერი ითვლება რა დატვირთვა გაქვს შენ. რაიდან მაგალითად გაგუშვებდნენ საქონელი მწყემსეო. თუ საქონელს ფერდი ქონდა მარცხენა მხარეს ჩაგდებული გაგლახავდი სახში რატომ არა თივა რატო არაჭამე რატო ასე შეერი მომიყვანეს რო ხესარში ამბავი და ამიტომ
დამატებით თივას ვაძლევდით, მოქონდა შორიდან ჭრიდით და ყველაფერი ეს 2 და 3-ჯერ არ გზა არ გაგვეკეთებიათ, ერთი მიწევდი და მოხრილი მოქონდა ესა და ტანჯვა და უბედურობით. ესეთი გაგება არსებობს ფერმერის ძალა, ესე ქვია, რომ ფერმერი ყველაფერს აკეთებს ნელა და მშვიდად. მოგიდებს ხელს სიმღერ რაღაცას მიიტანს, დადებს, მაგრამ ძალიან ბევრჯერ აკეთებს ამ ყველაფერს. ანუ მას შეუძლია რომ დიდი ხნის ინტერვალში მაღალი ინტენსივობით რაღაცა აკეთოს. არსებობს ხალხი, რომელსაც შეუძლია რომ აფეთქდეს უცბად, რაღაც შემოგთავაზოს. ეს საქართველოს სოფლიოში ყველაზე მაგარი. ფეთქებადობა ეს პტოლი არ ყავს არავინ. კიდე სპორტშიც კარგად აისახება რეალურად ეს ფეთქებადობა. ეს არის ფეთქებადობა. მე ხო გეუბნებით რომ გითხარით, რუსებმა ჩამოყალიბდნენ როგორ უნდა ეჭიდაო ქართველს. არაფრით არ გეჭიდაობდა დასაწყისში. და ბოლოს დაღლილზე დაღლილი იყავი უკვე ბოლოს და უკვე შენ უკვე ეს ხო მინუსიც არის. შენ თუ ენერგია ვერ გადაანაწილე, შენ თუ ვერ მოახერხე ის რომ არასწორ დროს აფეთქდი. შენ არ გეკითხება, კაცო, ის გეკაჩება და იღლები შენს, გამიგე? შენ თუ გაჩერდები, გეტყვიან გაგაფრთხილებენ და წაგებული ხარ და ის გეკაჩება და ღლის და ვერ ვინი აზრით ეს გენეტიკაზეა ბატონო რომან რომ არსებობს ფეთქებადი და არსებობს გრძელვადიანი. გენეტიკაში ეს დევს. გენეტიკაში მაგალითად ყავდა ერთი მძიმე მოჭიდავე მორჩილაძე. ესე იგი დასაწყისში თუ მოიქნება თუ მისცემა საშუალება ექნებოდა, აი ხეს მოთხრიდა მოქნევაში. ხეს მოთხრიდა. და არამიტო არავინ არ ეჭიდაებოდა, მაგრამ იყო 5 წუთიანი კაცი. მერე უკვე არაფრად არ ვარგოდა. ხამზად ჯიმა. ხო, ამიტომ ეს გენეტიკაა. გენეტიკაში დევს ეს. ხო, მაგალითად, შენ თუ ეს გენეტიკაში არ გაქვს, ფილტვის გაზდა, ფილტვი იზრდება რითი. ეს ამ სუნთქვაში, ინტენსიურ სუნთქვაში იბრძება, მაგრამ ეს მორჩილაძე ვერ გაიზარდა. რა არის საუკეთესო ვარჯიში? აი რა არის საუკეთესო ვარჯიში იმისთვის, რომ სუნთქვა გავიძლიეროთ? ეს არის სირბილები, ინტენსიური სირბილი. და სირბილებზე რომ ამბობენ რომ მუხს ანადგურებსო, ჩვენ გვინდა უკეთესი სირბილი ინტენსიური. სპრინტებით. ნაწილ-ნაწილ, აი მაგალითად მირბიხარ და იგერ ინიშნავ ქვას. აი მქვიდან ვიღებ სტარტს. ხო და 10 მეტრ და ავტომატივით აყრე რა. ირბინე ოპა გაჩერდები 10 მეტრში. მერე კიდევ დანიშნავ კი იმაზე რა ქვია, აღმართებზეც მაგარია, ხო? ეგრე ვარჯიშობენ აღმართებზე ამას ინტენსიურობა ჭირდება და ეს ყველაფერი ვარჯიშია. რასაც გაუძლებ ეს ორგანიზმი ფილტვები იზრდება, მე მგონია და ეჩვევა ამას. ერთი სიტყვით სპრინტი. მაგრამ უნდა კონდეს მაშინ ფილტვები. აი ვარჯიში, აი თემა არის ზოგადად, იმიტომ რომ ზოგადად წინაპირობა არის ყოველთვის ვარჯიში. აი საბჭოთა სკოლის ჭიდაობაში ეს ვარჯიში განსხვავდებოდა, აი თქვა თუნდაც იაპონური ვარჯიშებს, აი სხვანაირი მომზადება ჰქონდათ საბჭოთა რატო აი რეალური მიზეზი რა იყო მათ დომინაციის. ყველას თავისი რაღაცა აქვს შერჩეული. ალბათ ეს გამომდინარე ხასიათიდან, ბუნებიდან, გენეტიკას რა როგორ არის. გენეტიკაში, მაგალითად ქართველებთან აი უცბად შებმა ჭიდაობაში არ შეიძლება რა თქმა უნდა. მაშინათე მოგიგებს. რომც არის ზოგი ჭიდაობა, მაშინ რაღაცას გაგიკეთებს. ხო. და მომზადება ეხლა იაპონელები როგორ ვარჯიშობდნენ, მაგას ეხლა ესე ვინ მოგიყვებოდათ, ხო, ისინი იაპონიაში ვარჯიშობდნენ, მაგრამ აი სტილისტიკურად რომ ავიღოთ კლასიკური ჭიდაობა. და ვთქვა ტოპ 3 ქვეყანა, რომელიც საუკეთესოა კლასიკურ ჭიდაობაში. პირველი, მეორე, მესამე, როგორ ჩამოთვლიდით ამ ქვეყნებს? რომელი ქვეყნები იქნებოდნენ ესე? პირველი, მე ვამბობ კლასიკური ჭიდაობა. კი ბატონო. კლასიკურ ჭიდაობაზე რატო ვამბობ, იცი? სხვა დანარჩენი ჭიდაობები ეს არის ეროვნული ჭიდაობები. იაპონიამ ჯუდო მოახვია ეს ისეთია რომ ქართული ჭიდაობა მოახვია სოფლიოს თავზე. და რატომ უნდა ვიჭიდაო ეს მე ჯუდო? მით უმეტეს ეგ მორგებულია მათ გენეტიკაზე, მათ უპირატესობას. და ამას ნერგავენ და ყველას უგებენ დასაწყისს და მერე აგებენ და რაღაც ამბები.
რატომ აი მე უპირატესობას ყველა ჭიდაობაში ვაძლევ კლასიკურს, რადგან ეს არის ჩვენ წელთა აღრიცხვიდან მოყოლებული ოლიმპიური თამაშები როდი იყო 9 სახეობა იყო და ამ 9 სახეობის განუყოფელი ნაწილია დღემდის. ამიტომ ეს არის მსოფლიო ჭიდაობა. ელიტარული სპორტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. ეს არის წელზევით კულტურა და მაგიტომაც ქვია ბერძნულ რომაული, ხო? ხო და კლასიკური დაარქვეს. კლასიკური დაარქვეს შემდეგ და. ხო და გითხარით მე მაგალითად ახლა ურჩევდი ქართველებს ჭიდაობას ჯუდოში თუ გინდა თუ თავისუფალში შედეგი თუ გინდა კლასიკური ჭიდაობიდან უნდა დააწყებიო ვარჯიში და ამას რო აითვისებს მერე უნდა გადაიყვანო. ხო, ანუ ბაზად ყველაზე მაგარია კლასიკური. მე მაგალითად მექსიკაში ვიჭიდავე მალაია ოლიმპიადა. მცირე ოლიმპიური თამაშები. ეს იყო 67 წელი, 68 წელი ოლიმპიური თამაშები და ერთი წლით ადრე გააკეთეს სიმაღლეზე რა დატვირთვის შემდეგ რა ორგანიზმი ვის როგორ წაგვიყვანეს 250 კაცი. მოჭიდავები კი არა, ყველა სახეობა. და წაგვიყვანეს კლასიკები ჩვენ, თავისუფალი არ წაიყვანეს. ხო და კლასიკებს წინ უძღოდა თავისუფალი ჭიდაობა და თქვენს ბიჭებმა ვიჭიდაოთ ეს თავისუფალიო რა იქნება რა ჩვენ ჭიდაობა მაინც არ არის. ჩვენ ამიდისო. კი თქვით ყველა წინა დღეს ვარი განაცხადა ყველაფერს და მე გაბრაზდი და მე ვჭიდაობ მეთქი და ერთი კაცი მე ვიჭიდავე საბჭოთა კავშირიდან თავისუფალ ჭიდაობაში. თქვენ გადახვედით და ლოლიკები თან ვიჭიდავთ. ჩემ წონაში კი არა ზევითა წონაში. მე და მოვიკე. მოგეზო ყველა. ნუ ჩანს უპირატესობა კლასიკური. ხო, კლასიკური უპირატესობა. აი მაგალითად ძველი მოჭიდავეები საქართველოში. ეს იწყება ჩვენი წარმატებები 50-იანი წლებიდან. 52 წელს ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებში საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი იყო ვახტანგ კუხიანიც. და SSR-ის ის იყო თავარი მწვრთნელი იყო ჭიდაობაში. ეს კაცი ესე იგი მაგარი გამოცდილი ადამიანი იყო. გამოცდილი და მისი ცხოვრება ჭიდაობაში. როგორ დანიშნეს SSR-ის ნაკრების ქართველი? ლავრენტ პავლოვიჩი. ვარსომაილი, ხო, ლავრენტ. არა, იმიტომ კი არა, მაგრამ საქართველოს ჭიდაობდა ყოველთვის და კარგი იყო ამაში. ანუ ეს კაცი დანიშნეს და მე ოლიმპიური თამაშები შეიყვანეს თავისუფალი ჭიდაობა 52 წელი იყო. ეს არის ამერიკული ჭიდაობა. აჰა, ამერიკული ჭიდაობა და 52 წელს შეიყვანეს ეს იმ პროგრამაში შეიყვანეს და მაშინ საბჭო ამან აიყვანა კლასიკური მოჭიდავეები აიყვანა თავისუფალში. ბევრი მოიტაცეს ესე იგი კლასიკურებიდან ბევრი გადავიდა გადაიყვანეს თავისუფალი საერთოდ არ იყო და ერთ წელიწადში ხო ვერ მომზადება კლასი გადაიყვანეს კლასიკურში და ბევრი კლასიკური მოჭიდავე დაკარგა ბევრი კარგი მოჭიდავე კლასიკურმა იმიტომ რომ წავიდა დაკარგა მაგრამ თავისუფალში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონი აი მაგალითად დავით სიმაგურიძე კლასიკური მოჭიდავეა კარტუზიასთან ერთად დიახ ეს მე არ ვიცოდი, მაგრამ გივი მგვეთხრა. ხო, კარტუზია მგვეთხრა. იმიტომ რომ სხვა არ მინდა ახლა გადავუხო. მე გოგის ხიტლაში, სოფლიო ჩემპიონი. დიახ. ინვალიდი გახადა ზოგიერთი მოჭიდავეები იმაში. ისე ანარცხებდა? არა, თავისუფალ ჭიდაობაში ისე აკეთდა რასტიაშკას უკეთებდა. ხო და რაღაცას აკეთებდა და ყველა ამბობდა რომ მე მაგალითად ყოჭლობდა კაცი, პრევრაჟენსკი იყო და აი სკეთლაზენ დამმართა ეს უპირატესობა. ხო და რა არის ამიტომ კლასიკური ჭიდაობა ბევრი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოსთან კლასიკური იყვნენ და თავისუფალში გადავიდნენ და წარმატებული იყვნენ. აქედან უნდა დავადგინოთ რომ კლასიკურს არ უნდა დავისხო და მე პერეკვალიფიკაცია ჯუდოშიც კაი გამოვა და ყველაფერი. ბატონო რომ მეც რა მაინტერესებს კაკიმ კარგად აღნიშნა დასაწყისში რომ 68 წელს ეს ოლიმპიური ოქრო ჩვენთვის ძალიან ცნობილი და საამაყო თუმცა უფრო ჩემთვის
ისეთი მძიმე თემა არის 64 წლის ოლიმპიადა, სადაც რეალურად ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დღეს, რომ ოფიციალურად არ დამარცხებულ ხართ, მაგრამ რეალურად გაიმარჯვეთ მაგ დაპირისპირებაში და მე ნაკლები ბრძოლის გამო, როგორც ვითხარით, მოხდა ის, რომ რაღაც ბანალური სტატისტიკის გამო უნგრელმა წინააღმდეგეს, აი მაგაზე მაინტერესებს. ხდება ხშირად რაღაცა გადატვირთვები იქით-აქით, ან სიმპათიურები ვიღაცას, ან ქვეყანა ემსიმპათიურება, როგორც ყოველთვის ამბავი და გადახრები ხდება ხოლმე. პირადი ინტერესები. ამ შემთხვევაში იმდენად ძლიერი უნდა იყო, რომ არ დაგჩაგრონ. 10 თავით. კი, და იმის შემდეგ ტოკიოს შემდეგ უკვე მე ვთქვი, რომ ხარიჩაზე ვდგევარ და დამთავრდა შეხვედრა ფრედ 0-0. ხო და მე ვამბობ, გასო, ეს არის მსოფლიო. ეს არის მსოფლიო. სულ არ ვიყავი დაღლილი. რას უტოვებდი იმ ენერგიას, რომელიც უნდა მომეკლა თავი. და მაშინ შევიდა ჩემთან რომ ვინ არიან ესენი ამ დედას უდრიებს ყველა. და მე ამ გზით წავედი, ვინ არის? ჩემს ძლიერი კაცი არ მინახია ვაფშე. რაღაცა თავს ვიყავებდი, პრაქტიკა არ მქონდა ეთყობა თუ რაღაცა. და მის შემდეგ ავიწყვიტე და მართლა ესენი საერთოდ არ მიმოხდა. გარდამტეხი მომენტი იყო თქვენთვის, რომ თქვენ გაიაზრეთ, რომ მაშინ თუ ცოტა მეტი დაფასება და ცოტა მორიდებულობა გქონდათ, რომ აიმე იქ ვიღაცა კუბელი, ვიღაცა მექსიკელი, ვიღაცა ის და მე მიხვდით, რომ კუნდებიანი ასე ისე ამბავი. რას ამბობ, ამათ და ვინ არის ეს გაიაზრეთ და გებია ეს, აი ხალიჩაზე ვიდექი. და მიხვდით ამ ყველა. ხო და ასე წელზე მან ხელი და ეს არის მსოფლიო, გასო მეტი არ არის არაფერი. მე ვთქვი ამა დავწყვიტა ამის და იყო შემდეგი ოლიმპიადაც უკვე სადაც ხო, მე ჩემთვის უკვე იმის შემდეგ, იმ ტოკიოს შემდეგ რახან ის ფრედ აღინიშნა ის შეხვედრა და ჩემპიონი გახდა. იმას ჰქონდა 7 შეხვედრა, მე 6 შეხვედრა და ფინალში თანაბარი ქულები იმას მიანიჭეს ერთი შეხვედრა რახან ჰქონდა. სხვადასხვა ეხლა ყოფენ ორ მედალსაც იძლევიან ეხლა დღევანდელი წესებით. ანუ თანხმდებიან, ეუნებიან, გაწყობთ ორივე ოქრო. თუ მაინდა-მაინც გადაწყვიტოთ გინდა და ორივე თუ იტყვის რომ გვაწყობს ორივე ოქროს აძლევენ. დღევანდელი წესებით. ეთყოდით რომ არა? არა, რატომ და დავთანხმდები? ხო, რაც იქაა ხალხი შეკრებილია, კამერა ჩართულია, შენ აქ ახარ მე აქ მაშინ 5 ეულს მისცენ, 3 ეულს მისცენ, რა არის? რა არა, ფრეზე, ჩემპიონი უნდა იყოს ერთი. 100 მეტრიანზე მოხდა იქ. მასზე მოხდება, ასე ყოველთვის იქნება მოლაპარაკებები და რაღაცები. და მე ფინალში აღმოჩნდება, რომ ორივე თავს დაზოგავს, მე ორივე ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. ხშირად არ ხდება, იშვიათად ხდება, მაგრამ მოხდა. მე არ მსმენია პირველად მისმის. ხო, ეხლა მოხდა, იმაში პარიზში არა, პარიზამდე რა იყო, ტოკიო არ იყო, ტოკიოს სვირბულზე იყო, კი, უთხრეს რომ მოკლედ თუ გინდაო რაღაცა სტატისტიკები გავიარო, თუ გინდა ჩემპიონი ხარ თუ ხო, ერთი კაცი არ არის, როგორ შეიძლება რომ ორი კაცი იყოს ჩემპიონი. როგორ შეიძლება იყოს, შენ სოფლიო, მაშინ ისე სოფლიო ჩემპიონია, ხო? ხო, მართლა ეგრე არა, ეს ცნობილი. მაშინ შენ არ ახარ სოფლიო ჩემპიონი. კი ბატონო. ესე გაიყავით. ესეთი შეკითხვა მაქვს თქვენ სტილზე. ზოგადად უფრო ტექნიკური მებრძოლი იყავით თუ უფრო ფიზიკურად ძლიერი, როგორ შეიძლება? ორივე მქონდა 5-ს. 10-დან 10 იყავით ორივე. 5-დან 5 კი ბატონო. ისეთი ფანდები მქონდა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა. თქვენი მოგონილი. საერთოდ ჩემი მოგონილი სოყალა. რურუას გდება, არსებობს ესეთი. კი, რამდენჯერ ეხლაც რუსეთიდან მირეკავენ, რომ ასწავლიან ამ ფანს, ხალიჩაზე დგანან და ამას ასწავლიან ასწავლიან. საქართველოში არ ჭირდება. საქართველოში რატო არ ჭირდება თქვენ? ყველა პროფესორია და ხო, დამავიწყდა უცბად. აღარ მახსოვდა. ხო, მეც სულ მაგის როცა თქვენთვის ვემზადებოდი და ვკითხულობდი ამ ყველაფერს, ზუსტად იგივე ნათლია ჩემი ფრიდონა ნეშვილი. მე ჭიდავი იყო ნორმალურ საბჭოთა კავშირის დონეზე ჭიდავდა და ზუსტად ეს შეკითხვა დაუსვი, რომ ბატონი რომანი უფრო ტექნარი იყო თუ უფრო ესე ფიზიკურად ძლიერია და ორივე მაგარი. ესე მიპასუხა.
ზუსტად თქვენ როგორც ვიპასუხეთ ნათლია ჩემაც აი ზუსტად აი ეს იყო თუ ის იყო ორივე კაცო ესე მიპასუხა საოპერაციო და ყავდათ ახალი გამოყვანილი თვალის ოპერაცია გაიკეთა და უნდა მიყვებოდა რაღაც აი პირველად თქვენ მისი მწვრთნელი იყავით უბრალოდ ჩემამდე ვარ ჩამოსულაო ხალიჩაზე ესე არ გაუწვრთნიო რომ არაო ზემოდან გვიყურებდა ხოლმეო და ჭიდაობდა ისეთი ზემოდან გვიყურებდა და კიო კაცო ჩემპიონები წავსო გაზრდილიო და ხო ბლაგიძე სალაძე და ეგენი მე რო არ ყოფილი აფხაზევა და ეგენი ჩემი ის არის ყველა მე საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი ვიყავი ხო მაგას ეგ მომიყვა ზუსტად დიახ რო ეგრევე როგორც თქვენ მიპასუხეთ ზუსტად ესე მიპასუხა ორივეო აზრი არ ქონდაო გინდა ტექნიკაში მოგიგებდა გინდა ზალაშიო აზრი არ ქონდაო და ეხლა მინდა რომ ნელ-ნელა საით წავიდეთ იცით რომ ძალოვნური სპორტი აი ორთაბრძოლები აგერ გაგეს ეს ბატონო ამას გადაუღებთ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფონტო რომლის ისტორიასაც გეტყვით რომ ეს არის ჩემ ცხოვრებას ერთადერთი პრე რომელიც ოლიმპიადაზე 64 წელს მეორე ადგილი ამიტომ და ადამიანებს ჟურნალისტებს აერიათ და რეალურად ბატონი რომანი არის ის რომელიც იგებს რომელიც ქულას იღებს აშკარად ქულას მიიღებს ეს ბატონი უკანა მოხსეული და ეს მეორე ადამიანი არის უნგრელი კაცი და ჟურნალისტებმა პირიქით გაასახეს აიო ნახეთო უნგრელმა როგორ უგებს მე უგებს უნგრელი როარ დღეს რო deepfake-ზე და რაღაცებზე საუბრობ მაშინ საერთოდ არ იყო deepfake-ი საჭირო ერთ კაცის მაგივრად მეორეს დაარქვეს რომან რურუა და აი ესეთი საშინელებები ხდებოდა ამას ვერავინ ვერ აკონტროლებდა 4-0 მოვიგე და 0-0 დავგამთავრებიეს და სადა აქ 0-0 1-0 ხო არის სურათზე ხო იმ დროინდელ ვარზე მაინც არის ხო არა კაი ბიჭი იყო კაი კაცი იყო მოვიდა მეორე დღეს მოვიდა ჩემთან ოლიმპიური ბოდიშები მოიხადა წავაგეო გითხრათ მე მეგობრობდით სულ მირეკავდა ვიყავი სახში მაგასთან ორჯერ ვიყავი დამანახა სურათები მედლები და უყურებ შევხედავ ჩაიცინებს კაი კაცი იყო ბატონო რომან თქვენ ალბათ ადევნებთ თვალს შეიძლება ეხლა ესე დეტალურად არა მაგრამ გსმენიათ ალბათ მერაბ დვალიშვილზე, გსმენიათ ალბათ თოფურიაზე, ილია თოფურიაზე, ალექსანდრე თოფურიაზე, რომან დოლიძეზე, გიგა ჭიგაძეზე. მე ესენი ყველა მინახია. ნანახი მაგ ბოლოს ის თოფურია იყო თუ ეს დაღესტნელს რო ეჭიდავებოდა ეგ ნახეთ? ეგ მერაბი იყო დვალიშვილი. დვალიშვილი ალბათ. თეთრი შორტი. ყველა საკლია ჭიდაობის ელემენტი. და უფრო რომ იცოდეს ეს ელემენტები უფრო დაჯერებით, მაშინ ადვილად მოიგებდნენ. ანუ თქვენ როცა მაგალითად უყურებთ, აი მერაბ დვალიშვილის ბრძოლას უყურებთ და იქ ხედავთ, რომ იქ შეიძლებოდა რომ რაღაც უკეთესად გაკეთებულიყო ჭიდაობის კუთხით. იცით რატომ გეუბნებით თუ შეიძლება დავასრულოთ. შებოჭვა, ადამიანის შებოჭვა. მტკივნეული იმის გაკეთება ეს ყველაფერი არის და ამას არ იყენებენ. რას გულისხმობ ხა გეტყვით ბატონ რომან. ჰენრი სეჰუდო ასეთი მექსიკური წარმოშობის ამერიკელი მებრძოლი არის, რომელსაც აქვს ოქროს медаლი თავისუფალ ჭიდაობაში. და მერაბმა ეს ბიჭი ეს ჰენრი სეჰუდო ხელში აიყვანა და ათრია აქეთიკით. ანუ მერაბი დვალიშვილი დღეს ითვლება ერთ-ერთ განუმეორებო და არის კიდეს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავე ორთაბრძოლებზე მაქვს საუბარი თავისთავად. მაგას აუცილებლად გავლილი აქვს თავისუფალი ჭიდაობა ან კლასიკური. ხო, თავისუფალის აქვს და უფრო ძილდოსკენი, ხო, კი, ყველაფერი აქვს. და მე ამ კომბინაციაში აღმოჩნდა ნიჭი და კი ბატონო. ესე იგი, თქვენ მაინც ახლა რაც გაქვთ ამ ბიჭების ბრძოლა, მაინც ხედავთ იმ გზას, რომ უფრო უკეთესად შეიძლება რომ ჭიდაობა გამოიყენონ? კი. ფიზიკური მომზადება, აკადემიური ჭიდაობა. ფიზიკური მომზადება, ილეთები და სუნთქვა. ხო, მერაბი აი ზუსტად ამ მიმართულებით განმეორებით დაუჯერებელი არის, დაუჯერებლად მაგარი არის მერაბი, ეგეთი ადამიანი, საერთოდ ეგეთი ათლეტი
ამ ბოლო პერიოდში ვინც ეგრეს უთავს როგორც მერაბია ფაქტიურად ახლა ის ელემენტები რო კონდეს მაგალითად პარტერში გადაყვანის ჩოგჟენში გადაყვანის და იქ მერე დაჭერა თავის კისრის მე მაგალითად კისერ თავს მოვაზრობ კაც პარტერში ნახა კაკი არა უფლებას მაგრამ ჩვენ არ გვაძლევდნენ ამის უფლებას მარტო კისერი რო დაიჭირო და იქ ყველაფერი შეიძლება ანუ თქვენ რომ ეს წესები მოხსნათ და ზურგი კაცს აუღოთ კისერს აუცილებლად დაახჭოთ უადვილესად არა მაშინ თუ იყრის როგორ ჯერა იცი ბატონი რომანის ისე წევს თავს რომ აი 100% იცი რომ არა მე უმარ გურმაგომედოს 21 წლის რომანრულია რასაც დამართავდა არ ვიცი ეგ მაგის ნახვა მინდა იმედია დროის მანქანას გამოიგონებს ვინმე მე ხო გეუბნები მე და თქვენ ჩავჯდეთ მაგ ერთი კაცმა შემომითვალა მოჭიდავე იყო თუ ბოქსერი იყო ბოქსერი იქნებოდა რადგან ჩხუბი შემოგიწყო და შემომითვალა რომ ვეჩხუბებიო ჭიდაობაში არა ანუ უბრალოდ ეს ქუჩის ჩხუბიო ხო და მეორედაც შემომითვალა და მე რაც გითხარი ეს შეუთვალე და არ ვინც არის ჩხუბოს იმის ასე და ისე და იმის მე არ გინახიათ ეგ ის შევდე იქ არ გავყევ როგორც მე არ მინახია ისე არ გინახა მოკრივის ხელებისგან ეიტრალებას ხა თქვენი ჭიდაობით ალბათ უცებ ერთ შეკურა უნდა და დამთავრებული ერთი ხელის ჩავლება უნდა ხო ეგეთი კაც აი კაცმა რო ჭიდაობა არის არა კარგად ურტყავს მაგალითად ბოდიში ბატონო რომა როგორ იცი რა შეკითხვა გვაქვს იმიტომ რომ მთელი ეს სპორტი აგებულია რაზე როგორ შეიქმნა ეს სპორტი აი 10 წელში მოგიყვება შენ რომ ამას მიჩხიკინებ ასე ხო ფეხები ხო ღია კი შორვაინდერებს და ის ფიქრობს რომ დაგახვედრებო ქვემოდანო დარტყმასო ეხა იმასაც აქვს არგუმენტი დამახვედრებს კი რა ხელს უყურებს მახვედრო და მე ქვევი წავალ ფეხზე და დაუჭერ ამ ფეხს და всё მთელი ამბავი რა იყო რომ მოჭიდავე მოერევა თუ კარატისტი ბოქსიორი მოერევა თუ ძიუდოისტი ანუ მთელი ამბავი იყო ის რომ რომელი დისციპლინა აჯობებს თავისუფალ ჩხუბში და ძირითადად გამოავლინა შეჯიბრმა რომ მოჭიდავეები ჯობნიან ყველას ეს არის რა თქმა უნდა მოჭიდავეები ჯობიან ძირითად შემთხვევებში თუმცა არის შემთხვევები რომ თუ არსებობს ორი რამე არსებობს ჭიდაობა და ანტიჭიდაობა ანუ კაცი რომელსაც შეუძლია რომ გდებისგან ელემენტარული თავდაცვა ისწავლოს და თან იქ ხო გალია მე შემიძლია რომ გალია გამოვიყენო ზურგი მივარე ესე ფეხებს რაღაცნაირად ატრიალებენ და არაძლევენ რა იქ ხო ტატამზე არ არის იქ უნდა გადახვალ მორჩება და მოკლედ ძალიან საინტერესო რამეა და მე ესეთი თხოვნა მექნება რომ ჩვენ რო კიდე ერთხელ შევიკრიბებით იქნებ ერთად ვუყუროთ აი ამ ორთაბრძოლებს და თქვენი ტაქტიკური ანალიზით შემოგთავაზოთ თუ ვის რა შეეძლო უკეთესად ექნა როგორ იმიტომ რომ ეს საზღვრები ხო რაღაც გავლენას ახდენს ჭიდაობაზე ხა ტატამზე კედლები არ არის შენ რომ მოდიხარ ჩემთან ამ ხელით და რო შემოდის ხო მოვდივარ ეს ხო ფეხები ჩემია ბატონო ამასაც აკი და როცა იმიტომ ეს ხელი 3 მეტრიანი ხო არ არის მანძილია ბატონო რაღაცა 9 მეტროა მანძილი ხო ერთი სიტყვით თავისთავად ნათელია რომ ჭიდაობა მოკლედ მოჭიდავე ბოქსიორს მოერევა ჭიდაობა არის თავი და ბოლო აი დაღესტნელებმა შეცვალეს ძალიან ბევრი რამე MMA-ში მისი ჭიდაობით სამბოთი უფრო სამბო გავლილი სამაბარონა ბეზარუჟი ხო ესე ქვია სული ჭიდაობა რომლითაც ნუ დაიფრეს და იცოდეთ რომ ეს ყველაზე ეფექტური გამოვა თუ სამბო მერაბი სამბოს აი უშუალოდ მერაბი ხო სამბოს ჩემპიონია მერაბ სამბოს ევროპა და მსოფლიოს პრიზიორი არის მერაბი და ზუსტად აი ეს ხაბიბ ნურმაგომედოვი უბრალოდ მე რა მაინტერესებს დღეს დაღესტნელები თავისუფლად ამბობენ რომ ჭიდაობის ბრაზილიელები ვარ ფეხბურთში რო ბრაზილიაო ჭიდაობაში ჩვენ ვართო და თქვენს ეპოქაში ეგრე იყვნენ დაღესტნელები არსად სოფლიოში მე ყველა ვიცი ეს არც ერთ ქვეყანაში არ არის ესეთი ჭიდაობის ალფა ვისაც აქვს და ნიჭი ვისაც აქვს ეს არის პირველ რიგში ქართველები და მერე ჩრდილოეთ კავკასია ჩეჩნეთ დაღესტანი ხო ეგენი უდაოდ არიან მაგრამ ქართველები ჩვენ მაგრამ ერთი რამის მეშინია რომ დაივიწყონ ქართველებმა ჭიდაობა
თითქოს ჩვენ საბრძოლო იდენტობის თავარი ნაწილია. კარგი ვითარება არ გვაქვს. კლასიკურში ჭიდაობაში არ გვაქვს. ეხლა ძიუდოზე ვარ. კლასიკურში და არც თავისუფალში. არც თავისუფალში. ლადოს მე ჩვენ რაც მოვიპოვეთ იმაში თავისუფალ ჭიდაობაში ყველაფერი იმაზე იყო ჩამოკიდებული რა. წკიბზე იყო ჩამოკიდებული და წკიბზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული. არავითარ შემთხვევაში ჩემპიონი უნდა იყოს. თავით უნდა ერთი თავით უნდა ჯობდე მინიმუმ. აი ეს არის. დაღესტნელებთან გიჭიდავიათ? ჩემთვის სულ ერთი იყო. კი როგორ არა. ჩემთვის მე იმ დღიდან ტოკიოში რო დამთავრდა ეს თქვენ და იმის მერე და ხალხს უყურებ მე ვთქვი ამას სულ ეს არის ეს არის კაცო მსოფლიო მანამდეც არ ქონდა ქართული ცნობიერებული ეგ კინოს მომენტი არის ეს არის მომენტი როცა ადამიანი იაზრებს რომ 5-ჯერ 10-ჯერ მეტი შეუძლია ვიდრე ეგონა იმ მომენტში. ეს არის დარწმუნებული არ იყავი და რაღაცა გაკავებს. ანუ წმენა გაკბათ მაგ მომენტამდე. რაღაცა მაკავებდა კაცო რა ვიცი რომ ფრე არ გაწყობს. და ტაბლოზე წერია 0-0 და კიდევ დამთავრდა შეგვდა მე გამოგხსნა სულ არ ვარ დაღლილი. მოგეკლა თავი იქ რას გამოდიოდი იქიდან. არ მივეცი ბოლომდე არა. რაღაცა დევიტოვი თონგე რაში მჭირდებოდა ეს. მას მე ყველა შეჭიდებას ბოლო 100%-ით იხარჯებოდით ყოველთვის მას შემდეგ. 100%-ით არც იყო საჭირო. არა, ჩემი შესაძლებლობა უფრო მაღალი იყო. არა, თქვენი 100% იდებოდა. აი თქვენ ხო თქვით რომ 100%. არა, არასდროს არ გამოსულ ვარ. და ვაიმე და ვიცი და არა, ჩემთვის ერთი შეხვედრა ჩემთვის ეს არაფერი არის. თქვენ იაგო ხუჩიასთან ინტერვიუში თქვით რომ სირბილმა აზრი დამიკარგაო, იმდენად არ ვიღლებოდიო. არ ვიღლ თქვენ საუბრობდით ბატონ იაგოსთან საუბრობდით რომ სირბილმა აზრი დაკარგაო იმიტომ რომ არ ვიღლებოდიო აზრი არა მიბიხარ და სანამდეც გინდა ირბინო კაცო ხო და ანუ თქვენ სპრინტითაც არ იღლებოდით თუ ეს უბრალოდ ძუნძულზე იყო მე გადავედი სპრინტზე აი სისტრაფე რომ ქონოდა ჩვენ ვარჯიშზე ვისაუბრეთ და ეხლა ძაავნიშნულოვანი რამეა კვება და კვებაზეც გითხარით როგორი კვებელოდით სპორტის არაფერი კვება მე არ მქონდა ყოველთვის შეერი ვიყავი რატომ და გაძლები იმას მე გეკნება 10 კილომეტრის არბენი ხო და გამიგე წონას მომატება ანუ ეს რაღაც ეხა რო დღეს რო აი 100 გრამი ბრინჯი და ორი ფილე და ის ამდენი გრამის და ეგეთ რამე არ ხდებოდა გარჩევა საჭმელი იყოს რაც არის ის უნდა ჩამო ბატონობა წონას როგორ იკლებდით ხოლმე როდის იწყებდით წონის კლებას აი თქვათ ხართ 66 წონას ვიკლებდი სირბილის ხარჯზე პარნოიში და ვანაში. ხო, აი რის საშუალოდ რამდენი კილო? რო 60 თქვა 62-ში როცა ჭიდაობდით, ხო? და თქვა როცა ემზადებით, აი თქვა ორ კვირაში გაგვთ ჭიდაობა. და ეხა ხართ 66 და ვარჯიშობთ ჩვეულებრივად და ყოველდღე იწონებით, ხო? და აი მოვიდა ორ დღეში გაგვთ ჭიდაობა და დასაკლები გაგვთ 4 კილო, მაგალითად. ბევრს ვამბობ თუ დაახლოებით ეგრე იქნებოდა, ხო? აი, უცბად ერთ დღეში და ორ დღეში ეგეც გამოვცადე. ხო, რომ უცბად რო ქონიათ დასაკლები, ხო? და რა ანუ პარნოი იყო ძირთადად, ვანა, X ესენი. სოფლიო პირველობა ამერიკაში სადღაც. კონი მარდე პლატა თუ რაღაცა იგი. ამბავი. ხო და აღმომაჩნდა წონა 3 კილო მეტი. ანუ აიწონეთ და 3 კილო. 3 კილო მეტი მაქვს. ხო და ხვალდილი წონა უნდა ჩააბარო. დღეს ეს დროა და აი მაგის ნო. 3 კილო. როგორ გინდა ახლა 3 კილო დაიკლო, რამდენიც გინდა ირბინო 3 კილოს ვერ დაიკლებ ვერაფრით. და კინაღამ ჭუაზე შევიშალე. ხო და ეხა იკლებენ, მოიგონეს 1000 მაიმუნობა, რომ 3 კილოს იკლებენ, 3 საათი. მე რა ვქენი ამ შემთხვევაში? რომ ნახეს მწვნელებმა რომ წონა ბევრი მაქვს, დილით ამწონეს, ხვალ შეჯიბრი იწყება. ხო და თქვენს რომ
პარნოიში. სხვანაირად ვერ დაიკლებ ამას. წამიყვანეს. ხო, წყლით იკლებ, რა. წამიყვანეს მარტო ვარ და უთხრეს რომ რაც შეიძლება მეტი ტემპერატურა მიეცეთ რომ ცხელი იყოს ეს პარნოი და აიყვანეს მაქსიმალურ დონეს. ნუ 15 წუთზე მეტი ვერ გადავდეთ. არ ვიცი 15 წუთი კი არა. ხო. არა, ეგრე ხო რაღაცა ლიმიტი აქვს. და ზივარ. შემოიხედეს. გამოდი. არა, წადით. რამდენი ხანი ჯეკით? დაახლოებით. ნახევარი საათი? ისი ნახევარი საათი. მეტი? რა, საათი? აი მედედა. ანუ იქიდან რომ გამოხვედით 3 კილო დატოვეთ? ბოლო-ბოლო. იმაში. ერთი შეძლით. არა, შედი და გამოდი, შედი და გამოდი და ერთხელ შევედი და არ გამოვედი, სანამ არ მოვდი. ერთოჩი. და მithumetes ახლა ჭიდაობას სირთულეს აქვს რომ იმ დღეს აფიქსირებ ზონას. ეხლა მაგალითად MMA-ში ისე ხდება რომ 24 საათი გა. 24 საათი აღსადგენდა 15 კილოს, 17 კილოს იმატებს ზოგი. ახლა მაინც ბევრი. არა, სპორტი კულტურაა, კაცო და ამიტომ ჭამის კულტურაც უნდა კონდეს. რას ქვია, ამდენი მოიმატო, იმდენი მოიმატო. არ შეიძლება. არ არის. ეგრე ხო. ეს ჯანმრთელობას ყოველთვის არა. ხო და ამიტომ მე რას გამომიცდი, არ მგონია იმის იქით ვინმე წასულა და გაუკეთებია და ზუსტად სასორზე დამაყენეს და დაიძა. ეხლა ელოდები დროს, როდის აიწონები მაგის. მე ეს შიდა აწონვა იყო და ოფიციალურამდე კიდე დრო იყო და წყალსაც ვერ სვავთ ვერაფერი. ეხლა ფიქრობ, ვაი თუ იქ სასორი არ იყო სწორი და ანაკ არ იყო სწორი და რაღაც ამბავი. ამასა და კანკალებ ამბავი და რო დამაყენეს სასორზე და ასე დადგა და ეს გაწი. აწი დამკლების. არა, ეგ ყველაზე რთული პროცესია. ეს მაკანკალებს რო გამახსენდება კანკალები. მithumetes ჯანმრთელობის ახლა რეალურად თქვენ შემთხვევაში ეს ერთხელ მოხდა ესე რომ ერთ დღეში ამდენი დაიკელი და MMA-ის მებრძოლები ძალიან ხშირად ikleben ამ დიდ ზონას. არა, შენ თავისთავად დაკლებული ხარ და კიდევ დაკლება გინდა ამის დედავატირება. კი, ბუნებრივ ზონაზე კიდე 5, 6, 7 კილოს ikleben ხოლმე, ისევ აი ამ რაღაცა მეთოდებია ზურა ეხა თან შეცვლილი რა, მაშინ არ იყო ეს. ასეთი ღრმა შესვლა და ადვილად გამოსვლა, ეს ჯანმრთელობის არ შეიძლება ასე ადამიანი გადასხმა გზა. გახედნო ასე. ხო, იყო გადასხმები, როცა ბევრს ბიჭები იქნებდნენ და მე ჩვეულებრივად წყალს ისხავდნენ რა, კათეტერს უდგავდნენ და ეგრე ისხავდნენ და ეგ აგზალეს და დალევით ვერ აღიდგენ ეგრე 3 არაფერი ხელოვნური შეტანა არაა საჭირო სპორტში. უნდა იყოს ყველაფერი ბუნებრივი. სპორტული თანასწორობა, სპორტული სამართლიანობა უნდა არსებობს. ეს სპრიცები და იმები და ისე სხვათა შორის თქვენ დროს მაინტერესებს, აი ყოველთვის აქვს ხოლმე ეს ოლიმპიადას ეს რაღაცა დოპინგ სკანდალები. და აი თქვენ პერიოდში როგორ იყო? ორჯერ გამსინჯეს მე დოპინგში მექსიკაში. და თქვენ ორჯერ გამle ბოლოს კიდევ გამსინჯეს სულ ბოლოს. ვიგებსა იმას ველოდე ეს იყო ბოლო медали. და ბოლოსაც დამთავრდა შეჯიბრით ვარა და მაჟნათე და თქვენ იცნობდით ბიჭებს ვიც შემჩნეული იყო დოპინგის მიღებაში? ეს ძალიან დიდი საიდუმლოა და ქართველებზე არ გეკითხებით უცხოელებზე. არა ხო, ანუ გიგზნიათ რომ აი ეს ანუ თქვა სხვა ტყაში რომ რაღაც უაზროდ ძლიერია. დოსტოპი არ ქონდა ამდენი. იქიდან გამომდინარე რომ ეს ხრიკები. ეხლა რაც არ უნდა მე მაგალითად თქვენ 2 медаლიო. ეხლა მე რომ ვიჩივლო და ეს რა აპელაცია რომ შეიტანოთ. მითხარით ეს არის თუ არა ერთი არის თუ არა ეს კულა. არის თუ არა ეს იპოლიტესი არ იყოს. არის თუ არა ეს კულა აწეულია კაცი არის. ხო აბა რა იქნება აქედან და იმას აზრობდი როგორ მორჩა ეს როგორ დამთავრდა უკვე ფოტოში ეს როგორ მორჩა 0-0 როგორ შეიძლება რომ ეს მორჩეს 0-0 ბატონო რომან ეს ხრიკები ეს გაქონვა თუნდაც ოლიმპიადაში და ზოგადად ესეთ მაღალ კონკურენტულ შეჯიბრებებში ხშირი იყო აი თქვა საბჭოთა სკოლას როგორ ახასიათებდა ესეთი თუ არ ახასიათებდა საბჭოთა სკოლაში ძალიან მკაცრი დისციპლინა ძალიან მკაცრად
თითქმის ეს გაქონვა ირანელებს ჰქონდათ, ხო? თურქებს. ირანელებს. მე სტამბოლში შევხვდი თურქს, ოლიმპიური ჩემპიონს. ცარელა ქონი იყო. ხო და ამან ამხანაგური შეხვედრა იყო და პირველად საბჭოთა კავშირიდან ნაკრებში შემიყვანეს და პირველად გავედი საზღვარგარეთ და ნაკრებში საბჭოთა კავშირის და თურქეთში ჭიდაობთ ამბავი. ხო და ეს ის პერიოდია როცა კვიპროსთან ომი ქონდა და იწყო და ჩვენც მოვყევით იმ დღეს იქ იმაში და ტანკები დადიოდნენ იმაში სტამბოლში. თქვენ რო ჭიდაობდით მაგ დროს. ხო ჭიდაობდით იქ და ძალიან დაცული იყო ის ყველაფერი და ვეჭიდავები ერთი ილმაზი იყო ოლიმპიური ჩემპიონი. ხო და ხალიჩა პასდამენტია გაკეთებული 1 მეტრა მაგ და ამან მიჯიკავა და გადამაგდო იქიდან. მე მაშინათი ამოხდი ზევით. ხო და მოვიქნი ესა გავფრაზდი ამბავი და ამ ხალიჩიდან კი არ გადახდა. გადავაგდე მეზოკი. გადაფრინდა. და გაგიჟდნენ თურქები. ადგა დარბაზი ფეხზე. მიყურებ შეჭამ. დედა მე ვდგები რა ყოფილა კაცო ეგ. უიმე დედა და მე ჭიდაობა რომ დამთავრდა მოვიგე და ხალხი ფეხზე ადგა ამბავი და დამალეს დარბაზში. და მე ჭიდაობის არ მიყურებია. გაგიყვანეს ხო? და ოთახში დაადამ და რომ ბანავდი შუიმაზე პანჯერაზე იყვნენ რეშოტკა იყო იმის და სამი ბავშვი და დონღუზ რუსიან დონღუზო ამბავი და ეს დონღუზ კაი არ ფერი მე ვთხარი ახლა მე ვთქვი ვინმე შემოგზავნილი ხარ არის ნო დონღუზ გეორგიან და მიხვდნენ რომ ქართველია და დამის მაგასთან მაშინ ხო არა თურქებმა სასწაული გულშემატკივრობა იციან გაგწირა როცა ახასიათებს დღემდე კიდე აი შოთა დაჩი შოთა ჩარვაზელებმა შეგვარიგეს თურქებთან კარგად ბატონო რომ ანუ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ უფრო ტაქტიკური უფრო აი ილეთებზე გვესაუბროთ შემდეგ მეორე სერიაში რომ ილეთები გავიაროთ აი რაღაც მონაკვეთები გაჩვენოთ მერაბის ილიას ჭიდაობის ახლა თქვენ აქა აი ამ სურათებში უნიკალურია და ვერ ნახავთ ასეთ მომენტებს ვერსად ვერ ნახავთ აი ეს მომენტები აი ვერ ნახავთ კი საინტერესო იქნება ამ სურათების აი თითო ისტორიულად როგორ უჭირავს აი აქეთაც არ ნახე კაკი შენ წინ იქეთ და გაიხედე ეს გვერდულად როგორ გიჭირავთ კაცი ბატონო ეს რა არის ეხლა იქიდან ეს იყო პაზორი იქიდან რას შუშტოკს მაძებდნენ და უყიროდი არ მომცეთ შუშტოკი არ მომჩენ რომ იქიდან რო დაარტყა თავი კისერზე მოტყდებაო ეს გდება აი ზემოთ რო არის აი კარებთან ეგ ეხა ქართულის არის ქართული ჭირის ანუ თეძოთი მოგაქვთ ხო ეს მეგონი რუას გდება არ ვიცი კაცო მე მოდის და აი ეს ყველაფერი შენაძენია აი მას ყველას უკეთებდი ასე ყირაზე რო დგას ეგ ფეხების ეს სოფელში შევიდაენ და ეს ეხა ბებია მეუბნება სურათი ასე დაატრიალა უყურებს ასე მოდე ბებია რომელი ხარ შენა რომელი ხარ შენა ვალეტიკი შეეცოდა თან ისიც ხო ხო რომელი ხარ ხო აი ესე უნიკალური გდებები აქ ისეთი გდებებია აი ესეთი ეგ რო არის პირველი ეგერ ესპორტის სასახლეშია ირიჟის აი იმის პირველ ზაგერა დედა ყველაზე მაგარი გდება ეს არის ბატონო რომან სუპლექსი კისრითაც კეთდება ეს წელზე წელიდან მოგხო კისრით წამოიღეთ კაცი იქიდან შენ რო ამბობ რომ ისაო მე რო გაჩვენეთ წეგან ალექსანდრე თოფურია რო ესე რომ მოქონდა აი იქიდან მაგას კისრიდან მოგა აბარა რამ სიგზე შემატება იქიდან მაგალითად მე უკუღმა მოგვერს ვაკეთებდი აქ არ არის უკუღმა მოისა აი კარელინს ახასიათებდა ხოთა შორს ესეთი გდება აი თქვენ გააქვთ მასთან ერთად სურათი გადავიღებთ ამ სურათებს და სადა არის უკუღმა მოგვერს საცხა იყო მაგრამ არ უკუღმა მოგვერს ვაკეთებდი სასიკვდილოდ რა ცუდად ეცემოდა ცუდად ისმოდა ხრე არ იწებდა და შევოდა არ იყო სასიამოვნო საყურები არა ეს იყო საშინელი რა იმ ხელაზე ის ქონდა მოჭერის უნარი რომ ვახჩობდი რა ეკეთებოდა ყველაფერი ხო და ძალიან მალე ეკოლაფერი
ძალიან მაგარი იქნებოდა რა თქვენი უნარების მქონე ადამიანი დღეს აი შერეულ მაგალითად თამბზოლებში. არის ფეხლის ხმარება ხო არ არის კლასიკურში. ხო, ფეხის არ იხმარება ხო ზოგადად. თელი ჩემი ჭიდაობა ფეხზე ქონდა. ფეხზე იყო დამოკიდებული. როგორ? ანუ თქვენ არასოდეს შემჩნევა არ მოუწიეთ შემჩნევაც. არც მოწინააღმდეგეს არ უთქვია და არც საჯებს. რას გულისხმობთ? ანუ ფეხს იყენებდით, ნუ გასაგებია ხა ფეხზე დგას ადამიანი და იყენებს გდების დროს როგორც რაღაც წონის გადაადგილების საშუალებას, მაგრამ ანუ თქვენ რას ამბობთ, რომ ესე გამოდებას აკეთებდით თუ რას გულისხმობთ? არა. არ გვეტყვით? არა, როგორ არ გეტყვი, მაგრამ განახევ და მიხვდები აი ფეხზე ერთად გეტყვი. კარგი, ერთი ზამით ნელ-ნელა თან ეხა ბატონი რომანი ჩემზე გამოცდის თავის ფეხის ილეს და თან მაყურებელს მოუწოდოთ რომ გამოვიწეროთ ჩვენი არხი, ძალიან გთხოვთ და ლაიქოთ. მაყურებელს ვთხოვ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო, გაუზიაროთ მეგობრებს. სანამ კაკის გდებას ვიხილავთ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ მაყურებელს, რომელიც გვერდში გვიდგახართ და ესე გულხურვალთ ელოდებით ჩვენ ვიდეოებს და ასევე მადლობა მინდა გადავხადოთ ჩვენ გენერალურ სპონსორს Ford Dealer Auto Imports, რომელიც გვერდში გვიდგას და გვეხმარება ამ კონტენტის შექმნაში. ესე იგი ფეხს ხმარობდით ისე რომ არ გვაჯარებთ. შენ ჭიდაობაში აი ეს პოზა. თუ ესე დავთ. არა, თუ ვინი დადეკი ესე. აი ეს პოზა, ხო? კი ბატონო. მე აგერ გიდგამ ფეხს. შენ ხელს ვკიდებ იქიდან. მე აი უგრე აუგრე. აა მოგტეხავ. აუცილებლად. და ფეხს აწევ უგრე. ფეხი ასედა. ხარაძე მოგტეხავ. აუცილებლად. შეკიდონ გაგავ. მაშინათი მე შეგავ. და უკვე პოზიცია დაგა. და ეს ჯარიმა არ არის. არა გაზო ფეხია და ამგიშენ ეს ფეხი აქ მეორე ფეხი. ეს აკე არა ეს მომენტი. აი ეს მომენტია და გაუგრებ კლასიკერად. ასე ხო? საჯე უყურებდა გამოვედი აქ. შო. ამას აკეთებენ? არა, კაცო აზერარია. და რატო არ ასწავლეთ. ჩაიდეთ, ჩვენებს ვთხარ ჩუბა. კაცო, არა გაიგებენ. ეხლა ამაზე აი მარჯვენა იმის მარჯვენა დგომი ისიც არა, მარჯვენა ისიც არა. მარცხენა აი ესა. რომ მე ვიდეო ჩულებრივად და იმან ხელი მომკიდარი. მე აი ამადა გასწია ფერწერა ანუ აი ზულებთ რომ ფეხი ფეხი ცალფერს კი მე ცალფერზე გადაჭრიო თუ არა წოს მოატახავთ ხო? თუ არა წოს მოატახავთ გამორიცხულია რა არა იძულებული ხარ იძულებულია ამაში აწოვა ასე არა ბიჭო ჩატყდება ჩატყდება ფეხი მე მაგას ტემში ვაკეთებდი და მე აკი არ ვაჭრებოდი აი დაბნა კიდე ჩემ კონდა ფეხი ჩემ კონდა აი შემა ფეხი всё ცალფერს всё და დაკარგული რა ბალანსი დაკარგული გახდა არავინ არის ისის დრემდის თქვენ კი თქვით რომ აქ ჩვენებმა ყველაფერი არ ჯირდება უკუღმა მოგვერდი ისეთი უკუღმა მოგვერდი სასიკვდილო უკუღმა მოგვერდი აბა ეგეც რო გავუკეთოთ კაკის ახლა იმას ხელი აქ ანუ ზურგი უნდა ამიყო კაკი მოდი ჯერ სამუდამო დაემშვიდობე მაყურებელს აი მას ხელი გვაქვს აი ასე ვარ ხო ამბავი მე შევდივარ იმასთან აი ასე შევდივარ და მე უცბად ასე არ არის და ოიმე დაგახჩობე წელში გავიხსენ ეს ამას უკეთებ და ეხა მე წესით ეხა რომ გაგიგზელებინა თქვენ მე ესე დავარდებო შენ იძულებული ბატონო რომან აი ზურასაც უნდა და ზურასაც უნდა რომ გამოსცადო ეს ჩემზე კარგად ჭიდაობს ამასაც აგზნობინეთ ერთი შენ მაგალი ხარ მე ჩავიწერეთ აი ასე რომ ხარ აი უკვე ხამუ მე მეძახდები ხამუტ ისე ხამუტი გააკეთებ და რომ ვიხავით და ესე დამბავში თავი ასე გვაქვს ამბატო. ეგრე ხამ ოპა, აი აგერ კრავ, აი ამას კრავ. აქედან უკვე შო. დილად ხამუთი, ოხო. გარა მე დამიტყացი. მეც გავსკავ.
კაი ეს ხალხი. მითხოვეთ ეს ახლა თქვენ წარმოგიდგენთ ეხა ჩვენ რა დღეს შევარდათ. ეს რო თქვენ ახალგაზრდობისთვის ჩვენთვის ხო, არა. და ეს მომენტი ყოველთვის ფეხი აქაა ყოველთვის. აი ფეხის ვარიანტი ხო საერთოდ ფეხი მაგარი. არა, ბიჭო, აუცილებლად. ეგრევე ინსტინქტი, აი თქვენ ხო ამბობთ რომ ეს აი ჭკუა ავტომატურად ჩვევა ყველაფერს აი ავტომატური მოძრაობა მაქრიუს ვეკებ ეგრევე გაგაგებს. ვინ ფეხი და ცალფეხზე უკვე შევ უკვე დაკარგულია თონასწორება და ზდიო უნდა. კი ბატონო.